დღესაც ვიყავ გამგებელთან ჩვენი სოფლისა და კრამიტიან ბინებზე ჯერჯერობით თავი შეიკავე თუ გეუბნებიანო. ვისთვისაც უნდათ კრამიტიანებიც შეაკეთეს. გადააფარეს ტრასის პირზე განსაკუთრებულად. მაინც სააკაშვილის მოსაჩვენებლად უნდათ რომ ტრასაზე რო გაიაროს კახეთში. მოაჩვენონ რომ ის უყეს და ცხელხაზედაც ამაგ დარეკილი 4-ჯერ. ხო და არ ვიცი, არც ცხელი ხაზისა ეშენიათ, არც სააკაშვილისაც ყველამ დაიხურა ქუდი და წავიდნენ. ისე რომ ჩვენთვის მაინც არაფერი არა. არავინ არ არის მოსული და გამკეთებენში. მე კიდევ ერთ ხვალე აღარ ვიცი რაღაც იმით. შთამომგრეულია. შიგნითაც, გარეთაც. კრამიტიან მივიდა მეორე ეტაპზეო და ვარავი როდის მოვა ის მეორე ეტაპზე. რომ მოვიდა შიგნით მოვიდა პადალში მოდოდა წყალი იყო ჩასული ვედრებით ავხვედავთ. პატრონი არ ამყავს შული. პატრონი რომ მყავდათ აქამდე გააკეთე. სტიქით შედეგად დაინგრა მთლიანი ჭერი. მოვიდნენ და დაახურეს ნახევარ ჭერს. კრამიტი ეფარა იმასო. არაო მე მაშინ არ არის დანგრეული. აბა როდის დაინგრაო? ადრეო. დენი არა გვაქვს რა ვიცი რა. ვერაკეთებ ნაგებითიც ის უნდა რკინა უნდა, ბოძი უნდა იმათ და იქიდანო გამოვიჭიმული. ჩვენთან რა ყველაფერი გაქვს. პალატის იმედზე ვართ. ყველაფერი გაერთება გამოყრილი, როდის იყო ძველი ის რო იყო. ისინი კრამიტისენი ყველაფერი ძველი იყო, არ ჩამოინგრესოს გამოდავცალეთ ოთახი. ასე რა ვიცი. აი დღეს მოვა თვალე მოვა, რაც მოიტანეს ის თქვენი წილი არ იყო, ჩემი ეზო საწყობი ყოფილა რა ვიცი. წაიღეს უკან. შეშტიც და კოჭებიც და ფიცრებით. საის ფიცრები გადმამიგდეს და შენ გააკეთე, შვილი მყავ კიდე, სტუდენტი შვილი მყავ. ბავშვი სტიქი ის დროს წაიქცა. და ეს ნიკაპი დაუზიან და კინამარ მამიკვდა. არც იმათი ჭერი არ გააკეთეს. სიძველის გამო გაფუჭებულიო.